მოგესალმებით საფუძვლიან მარელიდან. მოგეხსენებათ დიდ თოვლობის გამო შეიქმნა საშიშროება იმის რომ საკვები არ ეყოს ფუტკარს. მისი თაფლი. ამიტომ მე გადავწყვიტე მისივე თაფლი რომელიც შარშან გამოუწურე დაუბრუნო მას. ამ პერიოდში ყოველთვის იყო წინა წლებში ტყემალი ყვავილობდა და 1000 რაღაც ყვავილები იყო, მინდვრის ყვავილები, მაგრამ წელს შეიქმნა ექსტრემალური ვითარება. ამისთვის ვეხმარებით ისევ მისი თაფლიანი აი ცელოფანში ჩასხმული თაფლით. აი ბატონებო, ეს ფუტკარი და დავადობთ მის თაფლს. აი, თქვენი წაბლის თაფლი ბატონებო. თუ კალბატონებო უკაცრავად შემეშალა. ო, ამგესაც ულოცავ 8 მარტს, საგნის კალბატონები არიან. გაიხარებენ ახლა. ასე უნდა გავყვეთ სულ ყველას. გამოჩნდა უკვე ფუტკარი, თოვლმა დაიწია, გზოქს ფერთხავ. თოვლიდან და რა ვიცი. მომავალი გვიჩვენებს ყველა. ნახეთ რა დღეშია ფუტკარი. ასევე ჩემს ზონაში მყოფ მეფუტკრებს პატარა რჩევას მივცემ. ახლა ავათვალიერე ფუტკარი და პარტი არაა მეგობრებო. პარტი არაა და ახლა გირჩევთ რომ რაღაც რომელიმე აკარიჩით დაამუშაოთ. რა ვიცი, მაინც თქვენ გადაწყვიტეთ. ფირფიტას არ გულისხმობ. ამე ერთჯერადი ჩასმით და ერთიანად მოსპოთ თუ რამეა დარჩენილი ტკიპისნაირი შიგნით. ეს კიდევ პირველი ყვავილი ამ თოვლში გამოჩნდა. ადეირია ფუტკარი.